იღუმენი ნიკონი, ცხონება, წერილი მეხუთე. თხოვ, რომ მოგწერო რამე. წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო, ნათქვამია და შენც, შენი სულიერი მდგომარეობის გამო, ახლობლებში ეძიებ შველას. ჩემმა განვლილმა გზამ მიჩვენა, რომ ვერავინ დაგეხმარება, ვერც ჩვენ თვითონ, ვერც სხვა ადამიანები, არამედ მხოლოდ უფალი. შენი შინაგანი მდგომარეობა არათუ უმჯობესდება, არამედ ზოგჯერ აუტანელიც კი ხდება, რადგან ძალიან ნაკლებად გაქვს ღმერთის იმედი. შენ ხედავ საკუთარ ცოდვებს და სწორადაც ფიქრობ, რომ თუ სამართლიანად განიკითხები, უნდა იტანჯო მათთვის, მომავალ ცხოვრებაშიც და ამ სოფელშიც კი, სიკვდილამდე და სიკვდილის შემდეგ, საზვერეებში და შემდგომშიც. მაგრამ თუ ასე ვიმსჯელებთ და საფრთხო სიყვარულს დავევივიწყებთ, სრულ სასო წარკვეთას მივეცემით, განა შეიძლება ქრისტიანი ასევე ფიქრობდეს? კაცი თუ თავის სიმართლით ცხონდება, მაშინ რისთვის მოვიდა და ევნო უფალი? არავინ შესულა ღვთის სასუფეველში მხოლოდ თავისი დახმარებების გამო. ადამიანმა უნდა შეიგნოს პირველი, თავისი სიძველე, ხრწნილება, დაცემა, ყოველგვარი უშჯულოება, საკუთარი სულის სრული დამახინჯება და სხვა. მეორე, თავისი მწარე გამოცდილებით დარწმუნდეს, რომ თვითონ მას საკუთარი ძალებით თავისი თავის გამოსწორება არ ძალუძს. თუმცა ნიადაგ უნდა ებრძოდეს საკუთარ ხრწნილებას და გლოვობდეს ამ მდგომარეობას. მესამე, მეზვერესავით უნდა შეღაღადოს უფალს, ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას. ვიღუპები საკუთარ უშჯულოებათა ზღვაში ვიხრჩობი. მიხსენი მე, უფალო, როგორც იხსენი ყველა ვისაც ოდესმე შენთვის მოუმართავს. ავაზაკები, მეზვერეები, მეძავეები და სხვა. ღმერთის სიყვარული არს. კაცთა დაცემული მოდგმის სიყვარულისთვის უფალს უკან არ დაუხევია. უდიდესი მსხვერპლის აღსრულების წინაშე მამა ღმერთმა მისცა ძე თვისი ჯვარზე ტანჯვისათვის. ძე ღმერთი მორჩილებით იღებს ჯვარზე სიკვდილს. ღმერთი სულიწმინდა არ თაკილობს კაცის ცოდვილ სულში შესვლას, მის განწმენდას და ცხონებას. ამაზე მეტი რა უნდა აღასრულოს უფალმა ჩვენი ცხონებისათვის. თავისა ჩემისა მიმართ ფუცავ, გამოვიდეს თქვენ და პირისა ჩემისაგან სიმართლე და სიტყვანი ჩემნი არა გარე მიიქცნენ, რამე თუ ჩემდამი მოდრკეს ყოველი მუხლი და ფუცვიდეს ყოველი ენა ღმერთსა. ესრეთ შეიყვარა უფალმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეითვისი მხოლოდ ჩობილი მოსცა მას, რაითა ყოველსა რომელს არ წმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქვმდეს ცხოვრება საუკუნოი. ესე იგი, ცხონება უზრუნველყოფილი აქვს ყველას, ვისაც სწამს ქრისტე და ევედრება მას, რათა იხსნას ცოდვებისა და საუკუნო სატანჯველისაგან. ცოდვების მონანიებისათვის უფალი შენდობას და წყალობას აღგვიქვამს და თუ ვითხოვთ, ვეჭველად მივიღებთ, რადგან ეს თვით უფლის სიტყვებია. ღვთის სიტყვით შეიქმნა მთელი სამყარო. მისი სიტყვით ინარჩუნებს სამყარო წესრიგს და ქაოსში არ ინთქმება. ამავე სიტყვით მოგვეცა აღქმა ცოდვათა მოტევებისა და საუკუნო ცხოვრებისა, ჩვენი რწმენისა და სინანულისთვის. ეს მტკიცდება ძე ღვთისას განხორციელებით და მისი ჯვარზე ვნებით. შენ გწამს ეს ყველაფერი? მაშ როგორ გძლევს სასოწარკვეთა შენს ცხონების საკითხში? როგორ შეგიძლია დაუშვა, რომ უფალი შენ ძალებს აღმატებულ ტანჯვას მოულენს, იქნება ეს ქვეყნა თუ სიკვდილის შემდეგ? შენი სულიერი მდგომარეობა, ავადმყოფობა, მოწყინება და ურვა ეშმაკისგანაა. ნუ გაუწვდი მას ხელს, განაგდე ყველა ეს გულის სიტყვა იესო ქრისტეს სახელის ხსენებით და მეზვერის ლოცვით.
მადლობა შესწირე უფალს ყველაფრისათვის. კაცთა მოდგმისადმი მისი სიყვარულისათვის, შენი ცოდვების სუგრძელად მოთმინებისათვის, შენი და ყველას მიმართ მოწყალებისათვის, შენი სნეულებისათვის, ყველაფრისათვის მადლობა უთხარი, მის ნებას და მის მოწყალებას მიენდე და ტვირთიც შეგიმსუბუქდება. შენი მცირედ მორწმუნეობისათვის იტანჯები. მთელ ყურადღებას საკუთარ თავისკენ, საკუთარ ცოდვებისკენ მიმართავ და ღვთის სიყვარული კი ნაკლებად გახსოვს. პირიქით მოიქეცი. პირველ ყოვლისა და ყოველთვის გახსოვდეს ღვთის მოწყალება, მისი ჯვარზე ვნება ჩვენი ცხონებისათვის, მერე კი საკუთარი ცოდვები. და შენი ცოდვები გახდეს საბაბი, სტიმული მეზვერის ლოცვისათვის, ცოდვაში ჩაღრმავებისათვის და არასასო წარკვეთილებისათვის. სიბრძნე იქონიე, ნუ დაემორჩილები მტრის მსაკრობას, ნუ რაფრად ჩააგდე პეშმაკებს, ნუ ესაუბრები მათ და გახსოვდეს უფალი, მაცხოვარი ჩვენი. უფალმან განგსწავლოს აქაც და მომავალ ცხოვრებაშიც. მე მოკლედ მოგწერე და ნარჩენი შენ თვითონ შეავსე. წერილი სულის კვეთების მიხედვით. მოკითხვა და კურთხევა ღვთისა ყველას.